საღამო მშვიდობის ყველა სალამი. აბა როგორ ხართ? მოვედი ჩემო ძვირფასებო. თქვენთან მოვედი. თუ გაჭედავს და გაჭედილში ვიყოთ, მაინც მოვედი. აბა როგორ ისმის ჩემი ხმა? გაიხარით, არა მიშავს? მოვემზადე და მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. ხმა როგორ ისმის ჩემი? დასტებს გავამზადებ თქვენთან ერთად. ძალიანაც კარგად თუ ისმის. იხარია. თქვენთან მოვედი ჩვენს პარტნიორზე სასაუბროთ მეგობრებო. ფიქრი გრძნობა და მოქმედება ჩვენი პარტნიორის. ეხლა უნდა გავაძვრინო ვირის ტყავში. ხა. ვირის ტყავში უნდა გავაძვრინო. გავწურო უნდა მეგობრებო, უნდა გავწურო. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. ყველას სალამი, საღამო მშვიდობის. იმედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. ფიქრი გრძნობა და მოქმედება თქვენი პარტნიორის. გავარკვიოთ მისი სულიერი მდგომარეობაც. ხო. რას გვიმალავს ისიც გავარკვიოთ ჩემი ასტრაბარათებით, რაც უნდა იცოდეთ? ხო და? ჩემო ძვირფასებო, სათაურებს ვწერ. შეკითხვებს ვწერ. რომ არ დამავიწყდეს თადარიგი. ამიტომ ვწერ. ფიქრი გრძნობა მოქმედება ჩვენი პარტნიორის სულიერი მდგომარეობა პარტნიორის რას გვიმალავს ამავდროულად ესეც გავარკვიოთ მერე გავარკვიოთ მისი ნაბიჯები ხო ბატონო ხო და დანარჩენები კიდევ რაც მოგვივა, შეკითხვები უცებ დავწერ მეგობრებო, აი აქვე მაქვს პასტა და ფურცელი. ხო. მინდა რომ ესე კარტები თქვენს თვალწინ, აი ესე გადმოვატრიალო და აქ მინდა მეტი სივრცე გიქონია. რო იცოდეთ როგორ ვზივარ, ჩემო ძვირფასებო. დაიწვევით საცოდაობით. აი როგორ ვზივარ. ესეც ასე, ჩვენი დასტაც მზად გვაქვს. მზად გვაქვს დასტაც. მოკლედ, მეგობრებო, ტყუილები. დასხედით ახლა, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვინც ვართ. არ ველოდები შევსებას, მეგობრებო, როგორც ვართ, ისე ვართ. ვის ჩაი, ვის ყავა. ვის ცხელი შოკოლადი, ვის ცივი წყალი, რა ვიცი, ვის რაც გინდათ, გოგოებო, ვის რაც გინდათ, გოგოებო და ბიჭებო. ხა. ხო და დავიწყოთ. ყავა და ჩაი. ხო, ვის ყავა და ვის ჩაი? ბედის ბორბალი. Life is love, როგორ ხარ? ყველას მოგესალმებით მეგობრებო. დღეს კარგხასიაძევა რაღაც, მინდა ყოველთვის ესე ვიყო. ესე იგი, რას ლამობ, ჩვენი პარტნიორი უბედურ დღეშია. მოდის, მორბის, ვირით, ტივით, ნავით, არ ვიცი რითი მოდის. ლაშქარით მოდის მეგობრებო. სალაშქროთ მოდის და ვინ უნდა დალაშქროს, არ ვიცი. აი ეს ცოცხია ტყულა კი არ მიდევს. ცოცხი. მეგობრებო, აი ამ ცოცხით უნდა მოვცოცხო. ის კუდის ქიცინი რო იცის, ამით უნდა გავუსუფთავო, აი ჩემი ცოცხით. ჩემი კვილებ დაკრეჭილი კალდუნიათი. არჩევნის წინაშე უნდა ვიდგეთ ყოველთვის ჩვენ და ძალიან ბევრი არჩევანი უნდა გქონდეს ჩემო კარგებო. ვინ წაგვართვა არჩევანი? ვინ წაგვართმევს არჩევანის უფლებას? ნე და ერთი. ხო, აი ცოცხი იყიდეთ ესეთი მეგობრებო და ჩამთით ატარეთ. თვალი რო არ გეცეთ, ხო?
ისეთი გამოხედვა აქვს ამ ჩემს კალდუნიას რო იცოდეთ, აი უბრალოდ რო იცოდეთ, როგორი გამოხედვა აქვს მეგობრებო. თვალები აქვს, აი ნახეთ. ნახეთ როგორი თვალები აქვს და როგორი მზერა აქვს. ხო ხედავთ? აი როგორი მზერა აქვს. ცალი კპილი კიდევ. აი. დედამისია. ხო. აი ესია მეგობრებო, კი, ესეთია სამყარო, სასწაულებითა სავსე. გაიხარეთ ყველა ჩემო ძვირფასებო, შემიძლია სულ ესე ვიცინო. კი, ძალიან ისეთი ადამიანი ვარ, ისე. როგორ ვთქვა, მაგრამ ერთ დროს ერთ ადგილზე ვმუშაობდი, ერთ ესეთ ძალიან დიდ სივრცეში ვმუშაობდი და მახსოვს ჩემზე ამბობდნენ, რომ ძალიან იცით რას ამბობდნენ? არაკომუნიკაბელური ადამიანი ხარო. წარმოიდგინეთ, ეხლა მე რომ ამას მეტყვის ადამიანი, აი არაკომუნიკაბელური ხარო. აი ადამიანებთან კონტაქტი არ იციო, არ გიყვართო, ვაი მაგინის პატრონს. ხო. აი ესე მეგობრებო. სადაც არაა საჭირო, იქ არ ვსაუბრობ, არ კონტაქტობ, არ შევდივარ კომუნიკაციაში, არაა საჭირო და იმიტომ. აი ესე მithres. კი. ხო და ასე დავემშვიდობე ყველას, იქვე. ეგ ხა? ხა, გავდეს მე რა? იოცნებოს საწყალმა, იოცნებოს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მოდი ახლა ჩვენ დავიწყოთ. დავიწყოთ, თორე გაჭედვები დაიწყება, კრუნჩხვები დაიწყება ჩვენს პარტნიორს, ჩემს ტელეფონთან ერთად. და ანუ მიხვდებით, რომ აი, როდესაც გაჭედვებს დაიწყებს ტელეფონი, მიხვდებით, რომ აი ჩვენი პარტნიორიც ამ დროს ჭედავს. შველა უნდა, წყალის მისხმა უნდა, მაგრამ ეხლა მე ცოტა მიუწვდომელი ვარ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ ახლა ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, სულიერი მდგომარეობა ჩვენი პარტნიორის. შემდეგ იქნება რას გვიმალავს და მისი ნაბიჯები. იმედია მოვეწყოთ ყველანი, ჩავიფიქრეთ პარტნიორი უკაცრავად და მე ახლა დავიწყებ მისი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფება. ხო, ძალიან საყვარელია კი, მე ესეთი რაღაცები მიყვარს, მხიბლავს სხვათა შორის. ეს ადამიანი ახლა რა ენერგიებშია და საკუთარ თავს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს. ხო, კამაცაც ახერხებს. კი, აი, ძალიან ცუდათაა. ანუ გადართულია საკუთარ ოჯახის წევრებზე, საკუთარ ნათესავებზე, ვინ რაზეა გადართული, ვინ ვიზეა დამოკიდებული, მეგობრებო. ძალიან ბევრს აკეთებს სხვებისთვის ეს ადამიანი ამავდროულად. ძალიან ბევრი უსამართლობაა მის ცხოვრებაში. ხო, ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე დგას. და ამ ყველაფერს აკეთებს ნაძალადებად, მოკლედ სხვა გზა არა აქვს. კი, ესეთ ენერგიებშია ძალიან ბევრი უსამართლობა მის ცხოვრებაში დააბრალოს თავის თავს. ამბების მიტან მოტანა, ჭორიკნობა, უსიამოვნებები, არასტაბილურობა. ეს ადამიანი კიდე თუ კი რაიმე ეს გრძნობა და ფიქრი აქვს, ვერ ბედავს ვერაფერს. ძალიან დიდი გაუბედაობის ქვეშ დგას. ჩემო მეგობრებო, გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. საცოდავ დღეშია. ხო არ გაუგზავნო ეს ცოცხი. არა, გაფრენა არ გვაწყობს მაგი ამბავი. აუ, უბრალოდ დააკვირდით, ყველა კარტი ამობრუნებული ამოდის. აი, ტყუილები მეგობრებო. აი, ირგვლივ ტყუილის სუნიც კი ტყუილის აქვს მეგობრებო, ჰაერიც ტყუილი აქვს. სახელგატეხილია. აი, ხო იცით, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. აი, პირიქით აქვს, სახელი აქვს გატეხილი. იმიტომ რომ რაღაც თავის დროზე არჩევანი ვერ გააკეთა. არასწორი არჩევანი გააკეთა, ამიტომ ესეც დღეშია ეხლა. ხო? არა და როგორ უნდა მოსვლა, როგორ უნდა მოახლოვება აი თქვენს წინ, როგორ უნდა ესე უნდა სიყვარულის მოტანა, ქუცურას. ქუცურ. ხო. ხო. ყველაფერი უნდა რომ კარგად იყოს, მაგრამ ვერა აქვს, იმიტომ რომ თვითონ ვერაა. ძალიან უყვარხართ ისე. პლატონური სიყვარული აქვს თქვენს მიმართ. თუ მეგობარია თქვენი, უბრალოდ შეიძლება ბევრმა მეგობარზე ჩაიფიქრეთ, ხო? მეგობრებო. ძალიან ისე გაფასებთ ეს ადამიანი, აი მოკრძალებული მეგობრობა აქვს. მისი ჭირიმე ტრანსფორმაციაშია და იმიტომ ჩემო ძვირფასებო. აჰა, ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში. ეხლა თუ კი გაურკვევლობა გააქვთ
და რა თქმა უნდა გააქვთ. ვერ ხვდებით ამ ადამიანის წასულ-მოსულ ხასიათს. ზოგჯერ მტარია და ზოგჯერ ცოცხალი. ზოგჯერ გამოჩნდება და ზოგჯერ იკარგება. აი, ზოგჯერ დამარხულია და ზოგჯერ მიწისზევით. ანუ ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ. ხო. აი ეს სიტუაცია აქვს ზუსტად ეხლა, რომ ტრანსფორმაციაშია. აი სასწაულ დღეშია, ნივით, ვირით, ტივით, არ ვიცი რითი. ხო, აი უნდა გამოცუროს. აი როგორც არის, ისე უნდა გამოცუროს ამ ყველაფრიდან, ამ ჯოჯოხეთიდან უნდა გამოცუროს, მაგრამ ეს ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს ჯერ მან. ეს არ გეგონოთ ადვილი. ეს ტრანსფორმაცია ადვილი არ გეგონოთ. მკტარმამი, აი ჯოჯოხეთიდან თუ რა ქვია მას სიკვდილმა მიაკითხა მეგობრებო, ხედავთ ხო, აი? ხო. და ამის მერე დაისვენებს. აი ესა დასვენების კარტი, წასვლის კარტი, მთის, ბარის, ზღვის, არ ვიცი, რომანტიკის ამბავია, რო იტყვიან, ხო, დასვენების კარტია, ასე რომ ამ ტრანსფორმაციის შემდეგ ეს ადამიანი დაისვენებს. მანამ ვერა, სანამ ამ ჯოჯოხეთს არ გაივლის, ამ იმით რა ქვია, ბალოტით არ გამოცურავს, ხო? მანამ ვერ დაისვენებს მეგობრებო, ჯერ ეს ბალოტი უნდა გაიაროს. აი ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, თუმცა ყველაფერს და ყველას ემალება ეხლა. კი, იმალება თქვენი პარტნიორი მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ. რომ იმალება. იმიტომ რომ თავი აღარ გამოეყოფა. და რა გააკეთოს? ხო, ვარდება თავის დაგ კარგად. თქვენ გამოა ეს ადამიანი ეხლა ესე იცოდეთ, 1000%-ით იყავით დარწმუნებული, რომ თქვენს გამოა. კი. გვიშინს მერე. ხო, არა უშავს დღესაც რო დაიწყოს არც ეგ არაა პრობლემა. ხო, აი, თქვენი დაკარგვითაა გამოწვეული ეს ყველაფერი. უცებ არ მოხდა ეს ნელ-ნელა მეგობრებო. ნელ-ნელა შევიდა ტრანსფორმაციაში ადამიანი, ასე რომ ეხლა აცადეთ. აცადეთ, ჩემო ძვირფასებო. აცადეთ, მკვდრეთით უნდა აღდგეს ეს ადამიანი, ასე რომ აცადეთ. არ მიწერო, არაფერი არ მიწერო. ზოგადად არავინ არაფერი არ უნდა მიწეროთ მეგობრებო. საერთოდ არ მიწეროთ, არ შეეხმიანოთ. არ არსებულია. არ გირჩევთ, დამიჯერეთ. მე დღეს დავიარე და ყველაფერი წავშალე, მისი მოწერილი, მისი დალაიქებული, მისი აი ყველაფერი წავშალე აბსოლუტურად. ხო. ოღონდ არ დავბლოკე, ისე წავშალე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო თქვენი პარტნიორის ენერგიები საცოდავ დღეშია, მაგრამ რა ვქნათ, რაც დაიმსახურა, იმას იმკის. ვინც ახლა შემოგვიერთდით, ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ბედნიერი ლაივი ვუსურვოთ ერთმანეთს და კარგი ამბები, სასიხარულო ამბები ჩვენთვის სასიხარულო ამბებს გისურვებთ. ხა. ცოტა ჩქარჩქარა მინდა ვისაუბრო, რომ ტელეფონმა არ გადახურდეს. მომიტევეთ ჩემი ქართულისთვის, გრამატიკისთვის, სხვა გზა არ მაქვს. ასე რომ კი. და დავიწყოთ ახლა. რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. დავიწყოთ ჯერ რა ხდება მის ცხოვრებაში. მისი ჭირი მეგობრებო. ძალიან დიდ სტრესშია, აი ძალიან დატვირთულია, და სტრესული ფონი აქვს და პრობლემების მიწყნარება უნდა, თითქოს და რაღაც ნაბიჯების გადადგმა უნდა. აი ნახეთ ხო, გამოსვლა უნდა ამ ყველაფრიდან, ამ სიტუაციიდან გამოსვლა უნდა უკვე თქვენს პარტნიორს, კი. გაუბედურებულია რა ხდება მასთან და გაუბედურებულია. არ შემდგარი ურთიერთობა, არ შემდგარი ნიშნობა, აი დასრულებული ურთიერთობა, ხო, აი ურთიერთობა იცით როგორი, სადაც მხოლოდ ლტოლვა იყო. ხო, მეტი არაფერი, სერიოზულობას არ დავარქმევ აქ. ხო. რა ხდება მასთან? უბედურადაა საქმე. თუმცა ახალის დაწყება უნდა. კი, რატომაც არა, ტყუილებით. ტყუილებით მეგობრებო, არ დაიჯეროთ, არაფერი არ დაიჯეროთ ამ ადამიანის. ხო, შეგიძლიათ დამკვირვებლის როლი მოიგოთ. აი, მოვა, მაგრამ ცალიფეხით თქვენთან, ცალიფეხი იქეთ, ცალიფეხი აქეთ. ხო. ხვდებით ალბათ, ხო? აი, არა, სხვანაირად არა. სხვანაირად არა. არ შეუძლია სხვანაირად. უნდა სიახლების დაწყება, მაგრამ სხვანაირად ვერ ახერხებს ტყუილებით. 1000 ვიღაცამ წერს სხვადასხვა აკაუნტებით მეგობრებო და იცოდით რომ ყველა თვითონაა. ასევე იქნება თქვენთანაც. ხა. კარგით, ეხლა მინდა ვკითხოთ. მისი ფიქრი. აი რას ფიქრობს? რას მოსვლას რო ფიქრობს, ხედავ, მაგრამ მაინც
მისი ფიქრი, ეხლა კონკრეტულად რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენგან წავიდა. ფიქრობს, რომ გულგატეხილი დაგტოვათ. ფიქრობს იმას, რომ არ იყო ეს საკმარისი სიყვარული. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი სიყვარული. არა, მხოლოდ სიტყვიერი ხო, გრძნობების გარეშე. ეს არის ის სიტუაცია, სადაც რვიანების თასებია, არა ცხრიანები და ათიანები, არამედ რვიანები, მეგობრებო, ხო. ასე რომ, კი, აი, სადაც აქ დაჯდა კვერთხების ათიანებზე, ანუ არ გამოურიცხავ იმას, რომ ხო, მხოლოდ ლტოლვა და მხოლოდ რაღაც ესეთი ზედაპირული ურთიერთობა და ესეც არ იყო. ზოგ შემთხვევაში ესეც არ იყო, მომიტევეთ, მაგრამ ხო, ზოგიერთი შემთხვევაში ესეც არ გექნებოდათ, უბრალოდ შორიდან თავისი ინტერესები და მორჩა კინო. კიდევ, კი. ეს იყო უეცრად, რას ფიქრობს და ეს იყო უეცრად. ხო, ეხლა როგორც უეცრად წაბძუნძულდა, ჩემო ძვირფასებო. ფიქრებში აქვს რომ მოვიდეს, მოულოდნელად. ფიქრებში აქვს რომ მოულოდნელად მოგწეროთ და გამოვიდეს კონტაქტზე. იცოდეთ რომ თუ კი ვინმე უცხო აკაუნტით გწერს, არ გეგონოთ რომ სხვა იყოს, ესეც არაა გამორიცხული რომ თვითონ იყოს. კბილს გისინჯავთ შორიდან ეს ადამიანი კი, იმიტომ რომ უთქვენოთ არ შეუძლია, მოჯაჭულია. ბატონო, რაც ვთქვი ეხლა მეგობრებო, კი. 1000%-ით. მანიპულატორი, სხვანაირად არა. ეს ადამიანი არის მანიპულატორი და სხვანაირად არ შეუძლია. თუმცა ოქროს ხელებით მას თუ უნდა, მეგობრებო. აი სიმღერა როა მე გადავცურავ ზღვას. ხო. აი ესაა ზუსტად. ეს ადამიანი მთებს გადადგამს, ზღვასაც გადაცურავს, ღრუბლებსაც გადაივლის, ჯოჯოხეთს გაივლის მას თუ უნდა. ოღონდ თუ მას უნდა. ხო. და შორიდან გიყურებთ ეხლა. მე გადავცურავ ზღვას. დაუჯერებ სხვას. მე შენთან მოვალ. გპირდებათ რომ მოვალ. კი, ესე მოგიმღერებთ, მოვდივარო გეტყვით მეგობრებო. კარგით. ეხლა მინდა ვკითხო კიდე. აი ამ მანიპულაციებს როდის დაანებებს ეს ადამიანი თავს. ეს არის ფიქრობთ თქვენ. ტყუილია. არა, ეს ტყუილია მეგობრებო. აი ამ კორუფციულ ხერხებს ეს ადამიანი ყოველთვის გამოიყენებს. ნუ რა ვქნათ ეხლა? ეს აქვს. და მე არის ამ პრობლემებში სულ. ხო. მე გაქვთ კონფლიქტი. საკუთარ თავთანაც კონფლიქტი აქვს. ეს ადამიანი თქვენთან უკვე გაუცხოებულია, თქვენ გაუცხოებულები ხართ უკვე, თქვენ ამ ადამიანს ვერ ცნობთ. ეს ადამიანი ის არ არის, ვინც იცოდით. მოდი ასე გეტყოდით. ხა, ეს ის არ არის, ვისაც თქვენ იცნობდით. არა. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში ეს ადამიანი სულ სხვანაირი გამოჩნდა, სულ სხვანაირი იყო თქვენთვის. შეიძლება იყო ბევრად ყურადღებიანი თბილი, მოქარგული სიტყვებით, ხო აი რაღაცნაირად ძალიან ისეთი, მაგრამ ეხლა ვერ ცნობთ. ეხლა სულ სხვაა. ხო, არა მეგობრებო, სხვანაირად არ შეუძლია. აი გრძნობები მინდა ვკითხო. გრძნობები. რა გზას გრძნობს თქვენს მიმართ? არა, გრძნობები აქვს, კი, მაგრამ არ გაჩვენებთ. არა, გრძნობები დაკეტილი აქვს. გრძნობა აქვს, მაგრამ არ გაჩვენებთ. არა, მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ გაჩვენებთ ამას. თქვენ ვერც ხვდებით, აი ვერც დაიჯერებთ, რო გეუბნებით ეხლა რომ ამ ადამიანს გრძნობა აქვს. კი. ემოცია აქვს. მაგრამ თქვენ უბრალოდ ვერ დაიჯერებთ ამ ყველაფერს, ნუ რა ვქნათ. შეცდომებს უშვებს. აი სულ არეულ-დარეული ურთიერთობა გაქვს. აი არანაირი მოგვარებადი საქმე თქვენ შორის არ არის. და რაც არის გამოწვეული დაბრკოლებები, ეს ადამიანი ფიქრობს, ფიქრი ისე ფიქრზე დაგვაბრუნა. ფიქრობს რას? ფიქრობს იმას, რომ აი თქვენ უკვე ესე ხართ. ეს ხართ თქვენ. და ამ ყველაფრიდან ეხლა ეძებს გამოსავალს. გრძნობები აქვს, მაგრამ არ გაჩვენებს, თუმცა ნაკლებად საუბრობს გრძნობებზე, კი. გრძნობებზე ნაკლებად საუბრობს. თქვენ ძალიან შორსმჭვრეტელი ადამიანები ხართ და აი ესეთი ადამიანები შეგიყვანათ ხმლების პოზიციაში და ეხლა ფიქრობს, როგორ მოგიდგეთ, გამოსავალი საიდან ნახოს. შავი ხვრელიდან როგორ ამოძვრეს. დაასამარეთ მოკლედ ეს ადამიანი მეგობრებო თქვენი საქციელით. თუმცა ეკუთვნის.
ლიტერატურულად, აი გაიძულათ ამ ადამიანმა, გაიძულათ რომ აი ესე მოქცეულიყავით, გაიძულათ რომ მეგობრებო, ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას. ესეთი როგორი შთაბეჭდილება მომდის ეხლა მე, აქ რას ვკითხულობ. ამ ადამიანმა საქმე ისე მიიყვანა, რომ გაიძულათ წასულიყავით. გაიძულათ რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ. აი გაიძულათ რომ ხმლებით დახვდეთ. აი ყველაფერი გაიძულათ და რაც გაიძულათ, იგი მიიღო. და ეხლა აღარ მოსწონს. ხო. აღარ მოსწონს. კუცურას. იკუცუროს ეხლა, კუდი აქით ცინოს, იქეთ და აქეთ. აქით ცინოს კუდი. ზუსტად. მაგის სახელზე ერთი ძაღლი უნდა ვიყიდო კუცურა მეგობრებო. კუცურა ძაღლი უნდა ვიყიდო, კი, აქ უნდა დავდგა. და ესე სულ ბევრი საუბრით იქნებ გონზე მოვიყვანო. გეფიცებით უნდა ვიყიდო. ხო და ეს იქნება ერთ-ერთი რიტუალი მისთვის. ჩვენგან ჭკუის მოსაყვანი მისთვის მეგობრებო, ხო? მოკრძალებული ჩვენი სტუმარი იქნება ყოველთვის აქ. აი ასე. კარტები გადამივარდა. აი რა გადამივარდა. ძალიან დიდი დანაკარგებშია. ძალიან ცუდათაა. ღამე არ ძინავს თქვენ პარტნიორს. არავითარ შემთხვევაში არ ძინავს ღამე მეგობრებო. არ ძინავს. არ ძინავთ. მამაკაცებო. თუ კი ახლა თქვენ მიყურებთ და თქვენი პარტნიორი იმყოფებოდა მოდი ასე ვიტყვი ფეხმძიმობის პერიოდში ძალიან განიცდის შეიძლება არა ქალბატონებო უпростоრად თქვენი პარტნიორი ძალიან განიცდის იმას რომ თუ კი თქვენ ელოდებოდით ბავშვს და ეს ბავშვი დაკარგეთ ამას ძალიან განიცდის რომ მის გამო იყო ეს ყველაფერი გამოწეული კი თქვენ იყავით მის ხორებაში სტაბილური და ხართ დღესაც შეგიძლიათ რომ იყოთ სტაბილური მაგრამ ეს არ დააფასა მეგობრებო არ დაგიფასათ ვინ რა დაკარგეთ ზოგმა ბავშვი დაკარგა, ზოგმა მომავალი დაკარგა, ზოგმა შესაძლებლობები დაკარგა, ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ნერვები დაკარგეთ, ფინანსები დაკარგეთ, ვინ რა დაკარგეთ მეგობრებო, თქვენი პარტნიორის გამო. ვინ რა დაკარგეთ? ხო, აი ესეთი სიტუაცია არის. მოქმედება, თქვენი პარტნიორის მოქმედება. ხო. თქვენი პარტნიორის მოქმედება და ეს ადამიანი ხდება რომ ჭკუაში მოტყუებულია უკვე. მოქმედება, თქვენი პარტნიორის მოქმედება. ქმედებები რას მოიხმოქმედებს? მისი ჭირიმე. კი, მეგობრებო, ეხლა რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ახლა იმის არ იყოს, როდესაც შეძახილით ხეხმება, ხო? ამ შეძახილით ადამიანი კიდევაც ბრუნდება. ნუ რა ვქნათ, პასუხისმგებლობით მოდის. მოვა აიღებს პასუხისმგებლობას. კიდევ რა? მეგობრებო, რა მაგარია. ლაუკო. ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ, ახლა მე როგორიც აი ყველანაირი ხასიათი შემიძლია აუღო ადამიანს. დათმობის დროზე დამთმობი ვარ, გაბრაზების დროზე ავი ვარ, გველიც ვარ, ფეხს თუ დამაბიჯებ, აი გიკბენ, არასწორად თუ ფეხს დამაბიჯებ, კბენა ვიცი, გესლიანობა ვიცი. ნუ ხო რა, ვინც როგორ დაიმსახურებს ის ვარ. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება თქვენთან ბედს ისევ. აი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ნუ ასეა რა ვქნათ კი. მეგობრებო, ხედავთ ხო? ხედავთ. პასუხისმგებლობით მოდის ადამიანი და მან იცის რომ თქვენ ელოდებით. არა და თქვენც იცით რომ ის უნდა მოვიდეს. აი რა ვქნა მეგობრებო. აი არ ვიცი რამდენს გჯერავთ, მაგრამ თითქოს და ერთმანეთის ბედი ხართ. ან ეს იყო თქვენი ბედი, ესეთი ამ ადამიანთან უნდა გაგევლოთ, ესეც ბედი იყო. არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ კი, თქვენი ეს სიტუაცია ბედად იყო, თქვენ გეწერათ. და დასვენება უნდა თქვენთან. ამ ურთიერთობაში ფინანსების ჩადება უნდა. ძალიან ნერვიულობს. ხა, და რომ არ დააგვიანდეს ამისი შიში აქვს თქვენთან მოსვლის, რომ მოვიდეს და რაიმე სხვანაირად არ დახვდეს სიტუაცია, აი ამის ეშინია. თითქოს და აი ხო რა იცით რა, სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიავა, აი ზუსტად ეს მომენტი აქვს, აი ამის ეშინია. არასწორი არჩევანის გაკეთების ეშინია. ანუ თქვენსკენ რო გადმოდგას ნაბიჯი ამ ადამიანმა მეგობრებო და ეს არასწორი გამოუვიდეს მას, თქვენ რო გააბუნძულოთ უკან ამის ეშინია. რომ გააკუცუროთ კუდის ქიცინით, ეს ეშინია. მისი წილიმე დედა მე ნამთვალა გულში.
ხო. დაგვიანების შიშიც აქვს. მოკლედ, ყველაფრის შიში აქვს ამ უბედურს, ამ უდღეურს. ეხლა რა საკეთებს თუ იცით თქვენი პარტნიორი მეგობრებო? ესე იგი, ყველაფერს ფიქრობს, ყველანაირად მსჯელობს. იმიტომ რომ მე უყურეთ აქ პასუხისმგებლობაზეა უკვე საქმე მიმდგარი, ეს დავმალოთ? არა, ესეც იყოს და ესეც. აი როგორ უხდება? აი ზუსტად სამისო სურათია. საიმისო სურათია მეგობრებო, ხო? როგორ უხდება? ნახეთ, ეს ცოცხი ამ ადამიანს? ზუსტად. აი ზუსტად, საიმისოა მეგობრებო, კი? ხო, და რისი თქმა მინდა ეხლა? ეხლა რისი თქმა მინდა მე ჩემო ძვირფასებო. ნუ რა ვქნათ, ხანდახან თუ არ ვიხუმრეთ და თუ არ ვიხუნჯეთ, არ გამომივა, ჩემო ძვირფასებო. კი არავის დავცინი, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ხასიათი და განწყობა მინდა რომ აგიმაღლოთ. მაპატიეთ და იმედია თქვენი პარტნიორიც მაპატიებს. არ გამოვრიცხავ რომ ეხა ისიც გვიყურებდეს. ორივე პარტნიორები ერთმანეთზე, აი, ჩემთან იყვეთ. არც ამას გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ მეგობრებო. კი, ორივე რომ მიყურებდეთ ეხა მე. უყურეთ რას ფიქრობს ახლა. ეს ადამიანი ფიქრობს რომ ყველანაირი სიტუაცია გამოიკლიოს თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან მოახლოების, თუნდაც მოლაპარაკებების 1000 მილიონი ხერხი გამოიყენოს. მოქმედება, აი უკვე მოქმედება. ამას ფიქრობს. ეხლა როგორ იმოქმედოს თქვენთან. ხო, აი რითი მოვიდეთ, ვირით მოვიდეთ თუ ტივით, ნავით თუ თვითფრინავით, თუ მანქანით, თუ რაშით, თუ ცხენით, თეთრი ცხენით, თუ რითი მოვიდეს, ფიქრობს, ახლა თით მოვიდეს თუ ბარით. აი, ჰაერს გამოყვეს თუ ნიავს. აი ესე მოვიდეს აბყრობილი თუ რა ქვია მაგას. აბჯარასხმული მოვიდეს, მომზადებული რომ აი თქვენ იქ ხმლებით უნდა დახვდეთ და რო არ გაგიმიროთ. დავიღალი ამდენის ლაპარაკით მეგობრებო. ხვდებით ხო? ნახე, შეიარაღებული მოდის. ფარხმალით მოდის, რომ აი თავი დაიცვას. ხო, აი რო სადმე არ გაუყაროთ ის აი ეს ხმალი მას თვითონვე არ მიუბრუნოთ უკან. ხო. აი ესე მოვა. კი. ბრძოლით მოდის მეგობრებო ისე სხვათა შორის. ხო. ტაქსი, კი ბატონო, ტაქსი შეიძლება იყოს. ურემითაც შეიძლება მოვიდეს და ის ურემი რო არ გადაუბრუნდეს ისაა ცოდვა, მაგრამ იცით რა, ურემი ჯობია ყველაფერს. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, ნათქვამია და აი ილოცეთ მეგობრებო რომ ურმით მოვიდეს. ხო. აი ჩვენი ქართული მენტალიტეტი. აი გამოთქმა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, ბატონო. ხო. ჯობია ურემი. მე ვფიქრობ რომ ურემი ჯობია. ხო, აი თავდაცვის მიზნით, უსაფრთხოების მიზნით მოვა, უსაფრთხოებით მოვა მეგობრებო. იქნებ ბროლი ჟილეტით მოვიდეს. ხო, იქნებ დაბრონილი ჟილეტით მოვიდეს მეგობრებო. ვინ რა იცის, რა მოუვარს ამას თავში. აგერ ხედავთ, აი ეს კასკაც უკეთია. ვაიმე, საცოდავი. ხო. აი ესეთი ხართ თქვენ მისთვის, ვარსკვლავი ანათებთ, აი ეს ადამიანი უეჭველი გსტავკავთ მეგობრებო, სოცქსელებში. გადაბრუნებული აქვს სოციალური ქსელი. 1 მილიონი აკაუნტით მაინც მოდის თქვენამდე. გეფიცებით, კი. კი. აი ასეა. თქვენი პარტნიორი არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მიყურებთ ეხლა, გადაბრუნებული აქვს სოციალური ქსელები მეგობრებო. ატვირთეთ რაც შეიძლება მეტი ვიდეოები, მეტი ბედნიერი სურათები, აი მეტი ვიდეო რგოლები, ატვირთეთ მეგობრებო. იმის არ იყოს მაგის დედაც ვატირეო. ხო. აი ესე. აი ზუსტად მეგობრებო. მიდით. უფლება გაქვთ. გულზე გასკტეს. აი ესე გამარჯვება რომ უნდა თქვენგან. თქვენთან, თქვენ თავზე გამარჯვება რომ უნდა. აი ახლა ესე ამოყირავებული. დამარცხდა. როგორ შეიძლება თქვენთან ბრძოლა? როგორ შეიძლება? რა ეგონა მას? ხა. რა ეგონა საინტერესოა? ისე რამდენი სურვილი აქვს თქვენთან დაკავშირებით? ძალიან ბევრი სურვილი. მეგობრებო, კი. ძალიან ბევრ სურვილებს გიმალავთ. აი ნახეთ უბრალოდ. აი როგორი თბილი და ყურადღებიანი ხართ მისთვის. აი ნახეთ, წყვილში ხართ მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აი წყვილში ხართ.
არც თქვენ საუბრობთ მასზე არავისთან და არც თქვენი პარტნიორი საუბრობს თქვენზე არავისთან. ორივეს ერთნაირი გეგმები გაქვთ, მეგობრებო. აი რა გავაკეთო? ნახეთ, უბრალოდ, აი ნახეთ. აი ათიანების მონეტა, ოჯახური ხვავი, ბარაკა, ბედნიერება და ცხრიანების თასი. მთელი დასტა სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ელოდეთ ამ ადამიანიდან გამოჩენას და პასუხისმგებლობას კი. ნუ ის რაც დააშავა, ნუ რა ქნას, манипуляტორია, მაგრამ ხო არ გაჩვენებთ სითბოს და ყურადღებას ეს ადამიანი. აი ეს ადამიანი, მეგობრებო, სიყვარულს არ გაჩვენებთ. უბრალოდ თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ მას უყარხართ. всё, მორჩა კინო. ესა მისი კინო. პროლოგი და ეპილოგიც ესა მისი. მეტი არ შეუძლია და ხა მოკალით. არ შეუძლია. და რა გააკეთოს? მოყირავდა, საცოდავი. ხო გეუბნებით, არ შეუძლია. მოდის, კი, კარები ფართოდ გაუღეთ ოღონდ. ოღონდ აცადეთ ცოტა დაკაკუნება მაინც აცადეთ მეგობრებო კარებზე, იწვალოს. აცადეთ აკაკუნოს, ან აზვანოკოს ზარის ღილაკი არ გამორთოთ მეგობრებო. ხა მოქმედება ექნება კი, ნამდვილად აქვს მოქმედება, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანს და წყვილში ხართ მეგობრებო, რა ვქნა, წყვილში ხართ. ორივე ერთნაირად ფიქრობთ ერთმანეთზე, ორივე ერთნაირად მსჯელობთ ერთმანეთზე, ორივეს ერთნაირად სურვილები გაქვთ ერთმანეთზე. აი ერთმანეთზე ფიქრობთ 24/7. აი რა გავაკეთო, რა გითხრათ მეტი? კალოშები ხო, ნუ რა ვქნათ ახლა კალოშები რო იყო ჩვენ დროს, მაშინ იყო სიყვარული. აბა ეხლა სადაა? დამანახეთ აბა. ხო. კალოშები. რა პრობლემაა მეგობრებო? მოდაშია კალოშები. ოღონდ ვალინკები არ ეცვას და კალოშებს არ აუშავს. ვალინკები მძულს ვერ ვიტან ჩემო ძვირფასებო. არანაირი არც ერთი მოდის ვალინკები არ მწმია. არც ჩავიცმევ. არ შემიძლია. კალოშები უფრო მირჩევნია გეფიცებით. ხო. ნაბიჯები მოდის პირდაპირ ესე იგი ჩამოწერილი ქვესათაურები, არა მეგობრებო, თავისით ამბობს, სანამ შევეკითხები, მანამდე ამბობს მის სათქმელს. აი მეგობრებო, მოდის შემოთავაზებებით, მოდის კეთილშობილებით, ეხლა რამდენჯერ გავიმეორო, წინა საჯარო ლაივში დამიწერა ერთმა, რომ ესო ჩემი არა ადამიანებო, მე მგონი გარკვევით საუბრობ, ჩემო ძვირფასებო. თუ თქვენი არა არი ნერვიულოთ, გულთან არ მიიტანოთ. ეს ჩემს პარტნიორს არ გავს, ასე მიწერს ერთი. ნუ გავს. ვიღაცას გავს. ვისაც არ გავს, არ დაწეროთ მეგობრებო. ზოგს ძალიან ეწვის ჩემი სიმართლე და ვისაც ეწვის, აი ზუსტად იმას ემთხვევა ზუსტად ჩემი სიტყვები და რატო ამჟღავნებენ თავს? საამისოდ არ ვიცი, ყველას ბლოკავ. ბლოკავ ასეთ ადამიანებს და იცოდეთ. იმის საშუალებასაც არ მივცემ, რომ უბრალოდ ინფორმაცია აიღონ ჩემგან, უმადურობით. ხო, მადლიერების გრძნობაც არა აქვთ, უბრალოდ კეთილსინდისიერად მოისმინონ და გააგრძელონ თავისი ცხოვრება. არც ლაიქებს ვითხოვ ადამიანებიდან, არც კომენტარებს ვითხოვ, არც გამოწერას ვითხოვ. უბრალოდ მეგობრებო, აი ესეთ რაღაცებს ვინც დაწერს, ხო? იმას იმ წუთას ბლოკავ. კი. ხო, აი ზუსტად. ვისაც ეწვის, აი ისა დამნაშავე ზუსტად. მაგითი ამჟღავნებს საკუთარ თავს ყველა. ვისაც ეწვის, ხო. ორი კარტი, ბატონო, ტრანსფორმაცია აქვს მეგობრებო. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, იცოდეთ. და ადროვეთ ეხლა, თქვენ უბრალოდ რაც უნდა შეინარჩუნოთ, არის მშვიდობა. აი ნახეთ, როგორც აქ ხართ. იყავით მშვიდები და გაწონასწორებულები, თუნდაც მამაკაცებო. ვინც მიყურებთ ეხლა არ აქვს მნიშვნელობა. იყავით ასეთი, თქვენთვის კეთილსინდისიერად, მშვიდად, ეს არის ფარული ადამიანები კიდევ. იყავით ფარულები თქვენთვის, აი უბრალოდ იცოდეს, რომ კარგად ხართ, მშვიდად ხართ, ხო? ანუ ამის იქეთ არაფერი არ უნდა იცოდეს. არ გახვიდეთ კონტაქტზე, აცადეთ ამ ადამიანს, რომ თავისი ტრანსფორმაცია გაიაროს მან. აი გაიაროს, სხვანაირად არ შეიძლება, უნდა გაიაროს მან, ეს მისი გასავლელი გზაა მეგობრებო. და აცადეთ, თქვენი ცხოვრებით დაკავდით ხახნო. ხო.
ხვრინვას ვერ გავახმოვანებ. ხო, ეხლა ხვრინვას მე ვერ გავახმოვანებ, მართალი გითხრათ. ხო, აი მომიტევეთ, მაგრამ ხვრინვის გახმოვანება მე არ შეიძლება. შეიძლება ჩაუბჟირდე აქვე. მეგობრებო, ჩემი გადახარხარება არ შეიძლება, უღოდ მართლა. დედას გეფიცებით თუ ვტყუოდე, მე ერთხელ ისე გავიცინე ბოლოს, მახსოვს, რომ კრუნჩხვები დამემართა და ნეიროპათოლოგმა მითხრა, რომ ეს არის სტრესიდან გამოწვეული გავლილი ცხოვრებიდან, რომელმაც დამიტოვა აი ზედმეტი ემოცია, ჩემთვის არ შეიძლება, ოღონდ ხუმრობის გარეშე, ჩემო ძვირფასებო, შეიძლება გადავკვდე და ვერ მომასულიერონ. დედას გეფიცებით. კი, აი ესეა. სიცილზე შეიძლება გადავკვდე. კი. გეფიცებით თუ ვტყუოდე, ერთ სიტყვას თუ ვამატებდე დედას გეფიცებით, მეგობრებო. სასწაული გაცინება ვიცი, ჩავიკეცები და რო ჩავიკეცები ვეღარ ავდგები. და მე ჰაირის შესუნთქვა მიჭირს. კი, აი ესეთი მემართება. ხა. აი კი, სასწაული ვარ ყველანაირად, კი. რა ვქნა? ნუ რა ვქნა? ესა ჩემი თვისება, რომელსაც ვერ გავექცევი ვერსად. ხო. ჩემო ძვირფასება. ძალიან იცით თქვენი პარტნიორი დაცილებას, იმედი გაუცრუდა. აქ არის ხვების ჩარევა. აქ ძალიან ბევრი ადამიანების ჩარევებია, ერთის არა და ორის და სამის, ბევრის. ხო, არასწორი გეგმების, არასწორი რჩევების, არასწორი ხელების ფათურის ცხოვრებაში, ცხვირის ჩაყოფა, აი ამ ცხვირის ჩაყოფა, მეგობრებო, ვაიმე რა საყვარელია ვგიჟდები ამაზე, ჩემო ძვირფასებო. აი ამაზე ვგიჟდები, აი როგორ გაჩვენოთ, რომ უბრალოდ როგორ გაჩვენოთ. აი ხო, გიჟდები ამაზე, დედას გეფიცები, აი ეს სასწაული მიყვარს. ხო, მიყვარს. რატო შეგეშინდა? ისეთი ძალიან სასიამოვნოა ხელში რო დაიკავებ. იცით რა ხელა ენერგია აქვს? იცი რა, აი ცოცხი ხო, რასაც წარმოადგენს ცოცხი, ზუსტად ის ენერგია აქვს. აი ზუსტად იმ განტვირთვის ენერგია აქვს. დედას გეფიცებით თუ ერთ სიტყვას ვტყუოდე. გიჟდები ამაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს. ხო, აი მეცინე. ხო, აი მეგობრებო, ნახეთ, ძალიან განიცდის დაცილებას და აი ესეთი ადამიანები, აი ეს ცოცხი უნდა გაუგზავნო ჩვენს პარტნიორს, მეგობრებო. მოულოდნელი ცვლილებები მოხდა თქვენ შორის ამის გამო. ვის ოჯახი დაენგრა, ვის ურთიერთობა დაენგრა, ვის პირდებოდათ და ვერ მიხვედით ოჯახამდე, მეგობრებო. ურთიერთობის გაწყვეტა, ნებისმიერი თქვენი ურთიერთობა, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ურთიერთობის გაწყვეტა, კი. დაგნაკარგები, რომელიც არ განხორციელდა. და ამ დღევანდელ ეტაპზე ვერ ხერხდება, იმიტომ ვერ ხერხდება, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ხო, ასე რომ ძალა. ტრანსფორმაციაში იმყოფება ეს ადამიანი და უნდა დაელოდოთ ამ ყველაფერს. კი, მისი ნაბიჯები იქნება ტრანსფორმაციის შემდეგ. მოდი მაინც ვკითხოთ, რა ნაბიჯები? აი რა ნაბიჯები? რა ნაბიჯები? სამართლობა, ძალიან უსამართლოდ მიაჩნია, არ საუბრობს ნაბიჯებზე, მაგრამ ძალიან უსამართლოდ მიაჩნია მისი ეხლანდელი ყოფა. ხო, აი სულ ტყუილები მეგობრებო. მოკლედ რა ნაბიჯები ექნება და ამ ტყუილებიდან გამოვა, ამ ყველაფრიდან გამოვა, აქ ეს ადამიანის დარწმუნება, რომ აქ ადამიანების, აი ხო გითხარით, ნახეთ, რამდენიმე ადამიანის ხელია ჩაყოფილი თქვენს ურთიერთობაში და ძალიან ბევრი უსამართლობაა. სპეციალურად დადგმული სცენებია თქვენს ურთიერთობაში. ეს სპეციალურად გაკეთებულია ეს ყველაფერი, თქვენი დაშორება, მეგობრებო. ვის მაგიებით, ვის ნეგატივებით, ვის თვალით, ვის სიტყვიერად, ადამიანი რო სიტყვიერად დაგწყევლის,
ანუ ხო ხვდებით, ხო, აი ენით თქმული, დაშორებული, ხო, აი ღმერთმა დაგაშორათ ერთმანეთს, აი რაღაცა ესეთი წყევლა რო იციან კიდე კი. ამიტომ ნაბიჯები როგორი ექნება ამ ადამიანს და ზემოთაც თქვა რომ აი ახალ გზებს მოძებნის, რაღაც ახალ შანსებს მოძებნის, ეს ადამიანი ყველაფერს მოძებნის, აი შეისწავლის ამ ყველაფერს, აი როგორ გაანხორციელოს, როგორ იმოქმედოს, ხო, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, მეგობრებო. ჯერ ის რომ დადგეს ფეხზე, ძალიან ცუდად ახლა ძალა არ აქვს ამ ადამიანს. ეხლა ჯერ იმას ფიქრობს, რომ თვითონ როგორ წამოდგეს ფეხზე, კი, თვითონაც ძალიან ცუდათაა. ხო, ამიტომ ეს სირთულეები ჯერ იმით უნდა გადალახოს, რომ თვითონ დადგეს ფეხზე, კი. კი, ძალიან ცუდათაა, მეგობრებო. ძალიან ცუდათაა ეს ადამიანი. თქვენი პარტნიორი ცხოვრებაში თუ დედა არის, დედა თუ ყავს ამ ადამიანს, მეგობრებო. ხო, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ქადაგებს. აი ძალიან ეს ქალი არის, რაც არის. მოქმედება არის ეს ქალი. მისი მხრიდან, კი. უარყოფითად მოქმედებს ეს ქალი მისი მხრიდან. ეს არის აი უარყოფითად მოქმედებს ეს ადამიანი მისი მხრიდან. ყველანაირი ხერხის გამოყენება, კორუფციული ხერხები, მეგობრებო, ხო. ასე რომ ბალანსია დარღვეული. კი. თქვენთან მოდის ჭორები და თქვენგან მიაქვს ჭორები არასწორად. ანუ ეს ადამიანი მოქმედებს არასწორად თქვენს ურთიერთობაში. აი კი. აი ეს ადამიანი, ქალბატონი, ასაკოვანი ქალბატონი, კი, რომელიც ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებს, იცოდეთ რომ ეს არის დედა. დედა, მეგობრებო. თუ კი ნამდვილად იცით რომ დედა ყავს. ყავს დედა? აბატონო, ეს არის დედა. ხო, კიდევ რა? ხო, ოჯახი. არეულობა, გაანადგურა ოჯახი ამ ადამიანმა, ამ ადამიანის ჩარევამ გაანადგურა ოჯახი. და აი ნახეთ როგორი ოჯახი. ოჯახის სრული პაკეტით. ამას ქვია ოჯახის სრული პაკეტით. მაგრამ არ ინერვიულოთ, მეგობრებო. არ ინერვიულოთ. არა, ყველაფერი დაიწყება თავიდან. აი, ეს არის ქურუმი ადამიანი. ეს არის ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი წიგნის დაწერა, ახალი ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან. ხო. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება კარგად. კი, ყველაფერი თავიდან. ძალა გექნებათ ამის თქვენ, კი. ეს ადამიანი იქ სადაც არის ძალიან ცუდად არის. რა სიტუაციაში იმყოფება, ეხლა არ დავკონკრეტდები აქ. მიხვდებით თქვენ თვითონ მეგობრებო, რასაც ვსაუბრობ ეხლა მე. იქ სადაც არის ძალიან ცუდად არის. იცოდეთ. წარმოგიდგენთ ფანტაზიებში, ილუზიებში. ხო. დაიწყებს აუცილებლად მოქმედებას. ეს მოქმედების კარტია. ხმლების პაჟი. ეს არის მოქმედების კარტი. მზად არის ყოველგვარი საფრთხე გადალახოს. ეს ადამიანი დაიწყებს მოქმედებას. კი, ელოდეთ. აბატონო. თუმცა ეშინია, მაგრამ მაინც. ამ ადამიანს ძალიან ეშინია და შეიძლება რწმენაც გქონდეს დაკარგული, მაგრამ მაინც გარისკავს, მეგობრებო. სიტყვას გაძლევთ რომ გარისკავს. აბატონო, თქვენი კარტი, აი ეს ხართ თქვენ. თქვენს ურთიერთობას დაშლა არ უწერია. აი ამ გაშლაში ესე ჩანს. და ეხა თქვენ რამდენად გიღირთ და გინდათ და ელოდებით, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო. ეხა მე არ დამაბრალოთ. ხო, ეხა ეს თქვენი გადასაწყვეტია. თქვენი. მოკლედ, ჩემო ძვირფასება. აი ესეთი იქნება მისი ნაბიჯები რომ ელოდეთ ამ ადამიანს. მე მინდა ეხლა ვკითხო. მისი სულიერი მდგომარეობა, თქვენ პარტნიორს. თქვენი პარტნიორის სულიერი მდგომარეობა. აი ეს კარტი უნდა გადავდო. დროებით აქეთ უნდა გადავდო. თქვენი პარტნიორის სულიერი მდგომარეობა. რა ხდება ეხლა მასთან სულიერად? სულიერი მდგომარეობა. ოხ, მეგობრებო, როგორ გაკონტროლებთ? აი კონკრეტული კონტროლია თქვენი.
თვალში ამოღებული ყავხართ უკვე ამ ადამიანს და ყველანაირად გაკონტროლებთ. ამ ადამიანმა ყველაფერი იცის თქვენ შესახებ. მოდი ასე გეტყოდით. რას გიმალავთ და ამას გიმალავთ, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი იცის თქვენ შესახებ. აბსოლუტურად ყველაფერი. ისი სულიერი მდგომარეობა, მოსვენება არა აქვს. ამას არ გეუბნებათ. всё, ამ კარტით ვეღარ გავაგრძელებ. არაფერი აღარ უნდა თქვა ამ კარტით. მაგრამ მე საჩემიძლია ესეთი მე ესეთი არ შემიძლია. თქვენ ხო იცით რომ მე არ შემიძლია. მეორე დასტას მოვიტან. მე აქ ეხლა რისთვის ვარაბა? აი, ჩემი მეორე დასტა. მაფიცებს რომ არ თქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ცაცე გვიძლია, ქუცურა. ხო უნდა გავიგოთ, მეგობრებო, აბა როგორ ეხლა? ახლავე, ჩემო ძვირფასებო, ახლავე. არა თქვაო, მეუბნება, მაგრამ ნურას უკაცრავად. ხა. კონფიდენციალურობა დაცულიაო, მაგრამ ნურას უკაცრავად. მისი სულიერი მდგომარეობა მაინტერესებს ახლა მე. რას გვეტყვის? რას გვიმალავს? გულში რა აქვს, რას გვიმალავს? მისი სულიერი მდგომარეობა. რას გიმალავთ, მეგობრებო და იმას გიმალავთ, რომ ვერც გადაგაგდოთ და ვერც მასთან ხართ. ამას გიმალავთ და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე. ანუ ჩამადანი უხელოდ, რუსულად უფრო კარგად ითქმის, ხო? აი თითქოს და ერთ მოხუფული ერთ ბანკაში ზიხართ, ერთ ბეჩში ზიხართ. აი როგორც გინდათ ისე გადათარგმნეთ, მეგობრებო. ვერც გიშვებთ და ვერც უთქვენოთ მიდის. არც უთქვენოთ შეუძლია და არც უთქვენოთ მიდის. აი რაღაც ესეთია, კი. კიდევ რა, შეცდომები. რას გიმალავთ და შეცდომებს გიმალავთ? რას გიმალავთ კიდე? რას გიმალავთ? იმას გიმალავთ, რომ პერსპექტივაში გხედავთ. ძალიან ემოციური დიდი ფონი აქვს ამ ადამიანს. იმას გიმალავთ, რომ მოკლედ ამ ადამიანს იმდენად დამწუხრებული და იმდენად დეპრესია აქვს, დეპრესიონერაა ჩვენი ქუცურა გამხდარი, მეგობრებო, რომ ამ ადამიანს უნდა რომ ქალბატონებო, თქვენ თუ კი მიყურებთ ახლა მე, თქვენს მამაკაცს უნდა რომ აი მამაკაცური საქციელებით შემოიფარგლებოდეს და მოვიდეს თქვენთან აი ხო რა, აი გადაწყვეტილებებით. ძალიან ცუდათა უთქვენოთ. ვატყობ რომ ერთი და იგივე ლაივი მემართება მაინც, ანუ გამომდის, წინა საჯარო ლაივით ზუსტად ესეთი იყო და ეხლაც ესეთია, იმიტომ რომ ალბათ უკვე მეგობრებო, უკვე მოდის ის დრო, რომ ეს ადამიანი მართლაც უნდა დაბრუნდეს. რადგან მეორე აი ზუსტად მეგობრებო. დაბრუნდეს უნდა დროა ამის უკვე მეგობრებო. გიждები ჩემს ყველა დასტაზე გიждები ჩემო ძვირფასებო. თქვენთან განმარტოება უნდა ამ ადამიანს. თქვენთან ძალიან სიღრმისეული გრძნობები აკავშირებს. აი ძალიან ისეთი ხართ მისთვის. სულ მეითები და ამის დრო. მოვიდა უკვე ამის დრო. ხო, ჩემადან без ручки. კი ბატონო. ამის დროა უკვე. ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. აი ძალიან უნდა რომ მოკლედ ამ ადამიანმა გაიაზრა განდეგილის პოზიციაში, ეს არის განდეგილის კარტიც, იქ მაინც იმაში ცოტა უფრო სხვანაირადაა ეს დასტა და ეს კარტი და აქ კიდევ ცოტა სხვანაირადაა. ხო, გამოსავალს ეძებდა ამ ნათურით, მეგობრებო. ეს ყველაფერი ამ ადამიანმა გაიაზრა, ეხლა რამდენად გჯერავთ, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ვისაც ჯერავს ის მოусმენს, რომ ხო, აი გამოსავალს გარისკავს მეგობრებო, კი, გეფიცებით, აი წუხანდელი ლაივი. იმდენად ცუდათაა, რომ ძალა გამოლეული აქვს ამ წასულმოსულებით, გული დამძიმებული აქვს, აი ეს ძალიან დიდი მონატრება აქვს, ამ მონატრებიდან სიცარიელეს გრძნობს მეგობრებო, აი ხელფეხ შეკრულია უთქვენოთ ეს ადამიანი, მისთვის ძალიან ფასეული და ღირებული ხართ, ნუ ხო, ერთი და იგივე მეორდება უკვე ორი საჯარო ლაივია ჩემო ძვირფასებო. ხო, აი ესეა ცუდათა და ამ ყველაფერს გიმალავთ, არ გეუბნებათ იმასაც, რომ ნებისმიერ ხერხს გამოიყენებს, ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად. საპირისპირო საქციელებსაც გამოიყენებს, მეგობრებო, იცოდეთ.
ოღონდ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, ოღონდ თქვენთან დაბრუნდეს. აი რაც გინდათ ისი ფიქრეთ. ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად. კარგია თუ ცუდია, იმ ცუდს უფრო გააკეთებს. ცუდსაც გააკეთებს და კარგსაც. კარგი თუ არ გამოუვა, ცუდს გააკეთებს. ცუდი თუ არ გამოუვა და არ გამოუვიდა ცუდი აქამდე, ახლა კარგს დაიწყებს. აი ხო ხვდებით. რაც რო ვერ წარმოგიდგენიათ, იმას გააკეთებს ზუსტად. ძალიან ბევრ ხერხს გამოიყენებს, ბევრ ნაირს. ნახეთ რა წერი აქ множественный выбор. და ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ხო. რო ასე იქნება. აი ესე იქნება მეგობრებო. ესეთია მისი ფარული განზრახვები. კაცრავად. აი ამისთვის რომ მოიპოვეს სულიერი სიმშვიდე, სულიერი საზრდო ხართ მისი, თქვენ ხართ მისი ცხოვრების გაგრძელება, თქვენ ხართ მისი ყლორტი, ნორჩი ყლორტი, რომელიც ზევით ადის გამხმარი ფესვიდან. ანუ ეს ურთიერთობა თუ კი აქამდე გამხმარად ითვლებოდა, გამხმარი იყო, ამ გამხმარზე აღმოცენებული ახალი ნორჩი ყლორტი ხართ მის ცხოვრებაში, სასწაულად საუბრობს კარტები და სამყარო ხართ თქვენ მისი. თქვენთან უნდა თანასწორი ბალანსი, თქვენთან უნდა ხო ბალანსი უნდა და მეგობრული ურთიერთობა უნდა რომ დაიბრუნოს, ჯერ მეგობრული ურთიერთობა. კი, ჩემო ძვირფასებო ასეა და ნუ რაც არის, იმას ვსაუბრობ. მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთით, ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა. ყველა თითოეული თქვენთაგანს, აი ჩემთან ეხლა ამ სიტუაციაში ყოფნისთვის. მადლობა რომ ერთად ვატარებთ დროს. ყველას სათითაოდ უღრმესი მადლობა. არა, შეკითხვები არ გვაქვს. აი ეს ადამიანი არის აძინოკი ვოლკრო იტყვიან რუსულად. ჩაკეტილი, განმარტოებული, განდეგილი და კი, განდეგილის პოზიციაშია ეხლა და აცადეთ ამ ადამიანს ფიქრი, ჩემო ძვირფასებო, უკვე მე რამდენჯერ იმეორებს კარტი, რომ ეს ადამიანი არის განდეგილში. ასე რომ არის ნერვიულოდ, როგორც წავიდა ერთხელ, ისე მოვა. ბევრის თქვენთაგანის შემთხვევაში არის მაგიაც, ადამიანების ჩარევები, ვაზდეისტვიე, კი, მესამე პირები და მესამე რაღაცეები კიდევ, ну, ეხა არ დავკონკრეტდები, მაგრამ ყველაფერი შეიძლება იყოს, კი, რის გამოც იყო უარი ურთიერთობის დაშლა, ამ ადამიანის გაქცევა თქვენი ურთიერთობიდან, თუმცა, აი, კუცურა, თქვენი კუცურა. ჩვენი კუცურა უფრო სწორად მეგობრებო. ხო. ანუ ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს. იყოს თქვენთვის საიმედო მეგობარი, რომელსაც ენდობით. ხო. და თვითონაც იქნება ძალიან ერთგული. ნუ იცით ხო, რასთან ასოცირდება ძაღლი ცხოველი, კი. არ ვიცი ხა რამდენად დაიჯერებთ, გინდა რა, მაგრამ კი ის ადამიანი ამას ფიქრობს, რომ აი ესეთი იყოს თქვენთვის, კი, ერთგული. აი, ხედავთ, ტელეფონი ამ ლამის გადმოვაყირავე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი იყო ამ ჩემი მესამე დასტით. ასე რომ ეხლა რაც გვინდა ჩვენ არის ის, რომ ჩემი ასტრაბარათები გამოვიყენო. ეხლა ამისი დროა, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც ეხლა შემოგვიერთდით. ჯვარი ვწერია დღეს ლაივზე. აი ხედავთ ხო? ჯვარი ვწერია, თვალი არ გვეცეს, ჩემო ძვირფასებო. თვალი არ მეცეს. ხო. თვალი არ მეცეს. მოდი ეხლა ჩემს ასტრაბარათებს ვკითხოთ. რას გვიმალავს კიდევ? რას გვიმალავს? რა არის მისი საიდუმლოებები კიდევ? აი გვიმალავს არა? მისი საიდუმლოებები, აი საიდუმლოებები ეს უკვე სულ სხვა სიტყვა, საიდუმლო გვიმალავს და აი ვიცი მე რატომღაც სხვანაირად აღვიქვამ ეხლა ამ სიტყვას, საიდუმლოებები. ხო. საიდუმლოებები ისე მიმაჩნია მე, რომელსაც საერთოდ ზოგადად არ საუბრობ არავისთან.
ეს არის ჩემი საიდუმლო, მეც მაქვს ისეთი საიდუმლოებები, რომელზეც არავისთან არ საუბრობ. აი, ესეთ საიდუმლოებებზე საერთოდ რო არავისთან არ საუბრობს მეგობრებო. აი, რა არის ის? კუცურა. ხა. რატო კუცურა ძაღლია, კუცურას ეძახიან გურიაში ძაღლს. რა პრობლემაა? ხა. რა საიდუმლოებებს გვიმალავს პარტნიორი? იმ საიდუმლოებებს გულისხმობ, რომელსაც არავის უყვება საერთოდ არავის ფოთოლსაც კი. აი ესეთ საიდუმლოებებზე ვეკითხები ახლა კარტს. რა საიდუმლოებებს? სურვილებს. ნახეთ, რას გვიმალავს და ამ ადამიანს ჩამოწერილი აქვს ძალიან ბევრი სურვილები. სურვილები აქვს აი ქეთოდა კოტეში რომ ფანჯრები და დარაბები, აი ესეთებიო ზუსტად აი ეს სიტუაცია აქვს მეგობრებო. ძალიან ბევრი სურვილები აქვს კი ჩამოწერილი და ამ ყველაფერს გულდასმით ინახავს. დაფთარი რო იტყვიან. ხო, ეხლა თქვენი გადასაწყვეტია რას დაუძახებთ. რასაც იმსახურებს, ის უნდა დაუძახოთ. როგორც იმსახურებს, ისე უნდა მოიქცეთ. როგორ ურთიერთობასაც იმსახურებს, ისეთები უნდა ვიყო მე. ისეთი უნდა ვიყო მე პირადად. ხო, აი ესე. ძალიან ბევრი სურვილი აქვს ამ ადამიანს და ამას გიმალავთ. ამ ზოგადად ამას არავის არ ეუბნება. ხო, არ საუბრობს ამაზე არავისთან. კიდე, რა საიდუმლოებებს გიმალავს? გვიმალავს იმას, რომ ხო, რაღაც წესრიგს ამყარებს ახლა ეს ადამიანი. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ იყოს ფორმიანი. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ისეთი საქმიანობა, რაც თქვენ არ იცით. კი. თუ აი ნებისმიერ მათგანს ჩამოვთვლი ახლა ჩემო ძვირფასებო. ზოგადად, რას გვიმალავენ ადამიანები? რომ არიან ეჭვიანები, რომ არიან სასჯელ აღსრულებაში, ან მილიცია, პოლიცია, ესეთი თქვენ ამ ადამიანზე ძალიან ბევრი რამე არ იცით. აი ამას გეტყვით. ძალიან ბევრი რამე არ იცით ამ ადამიანის შესახებ. გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი, 1 და 2 და 3 რამე არა, ძალიან ბევრი რამე არ იცით. ხო, 1 წუთით მეგობრებო. 1 წუთით ეკრანზე უნდა გადავუსვა ხელი. ხო, 1 წუთით. აი ასე, მოახერხე. ხო, ძალიან ბევრი რამე არ იცით ამ ადამიანის შესახებ. და რატომ? არ გეუბნებათ, გიმალავთ და ძალიან მართლა ბევრ რამეს გიმალავთ. ხო, ეს კარტი არის წესრიგის, ეს კარტი არის ფორმიანი ადამიანის, თან არის ეჭვიანის. ეს კარტი შეიძლება იყოს მესაფლავე, მეეზოვე, ბარმენი, მენეჯერი, ადვოკატი, გამომძიებელი და ეს კარტი არის კიდევ ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანის სურათი. ანუ რაღაც პრობლემები აქვს ამ ადამიანს, ეკონომიური გაჭირვება აქვს, რაღაცა პრობლემები აქვს. ხო, ეს კარტი კიდევ არის ჯიუტი ადამიანის ამავე დროს და აი რო იტყვიან ერთი გაუბედურებული ადამიანის სურათია. აი ამ ადამიანს თუ კი ხედავთ თქვენ, აი ესეთ მოწესრიგებულს, აი ესეთ შთამბეჭდავს, აი ესეთ წარმოსადებს, ესეც თუ გაჩვენებთ თავის თავს ეს ადამიანი, არც ერთი მისი სიტყვა და საქციელი არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ არის შინაგანად არის გაუბედურებული, უბედური ადამიანი, შინაგანად არის მეგობრებო. ხო. ჯიუტიც არის კი, ჯიუტიც არის ეს ადამიანი, ეჭვიანიც არის. ეს ადამიანი არის კიდევ რომელიც ეხლა გძნობს თავს დამცირებულად და კიდევ საპირისპიროდ შეიძლება იყოს რომ სხვისი დამცირება უყვარდეს კიდევ. ხო, აი ამ მცირებდეს ადამიანს, ზემოდან უყურებდეს ადამიანებს კი. ამასაც არ გამოგვიცხავ. და ამავე დროს ეჭვიანი, ეჭვით დაავადებული. მაგრამ არ გეუბნებათ. თქვენ არ იცით რომ ეჭვიანია. შეიძლება რთული, ასე რთულ ფარგლებში როა ეს არ იცოდეთ, ხო? აი, კარტი ამოვარდა 23. ეს არის ნდობის კარტი. ამ ადამიანს უნდა რომ ნდობა მოიპოვოს. ამ ადამიანს უნდა რომ ნოსტრადამუსი ალბათ იცით რასაც ნიშნავს, წინასწარმეტყველია
ნოსტრადამუსი და ნოსტრადამუსი ნიშნავს კიდევ ადამიანი, რასაც იტყვის ის რომ სრულდება, აი რაღაც მსგავსი. ამ ადამიანს უნდა რომ თავისი სურვილები აუსრულდეს. ამ ადამიანს უნდა რომ მეგობრებო, ნდობა მოიპოვოს. უფლიდანაც და თქვენდანაც. თითქოს და აი ეს გასაღები რაც უკავია ხელში, აი ნდობით მოპოვებული ჯილდო იყოს თითქოს და თავისთვის. აი ამისთვის ცდილობს, რაღაცის დაკავებას ცდილობს, რაღაცა გასაღების დაჭერას ცდილობს, გამარჯვებას ცდილობს. აი რაღაცა ნიშანს ელოდება, რაღაცას ელოდება ეს ადამიანი. და ამის წამს მას. ის რისიც წამს, არა რასაც ელოდება იმის წამს. მოდი ასე ვიტყოდი. ხო. კიდევ რა? რა საიდუმლოებებს გვიმალავს? რას გვიმალავს კიდევ? იდეალიზმი. რას გვიმალავს? რას გვიმალავს მეგობრებო და ხო ყველაფერი იდეალური უნდა? ყველაფერი იდეალური ვერ იქნება. იდეალური პარტნიორი უნდა. თავისი თავი შეიძლება ეგონოს იდეალური, წარმოიდგენს თავის თავს იდეალური, მიაჩნია თავის თავი იდეალურია და ამ დროს არა. შეიძლება არ იყოს კი. ყველაფერი შეიძლება ყველაფერს აიდეალებდეს თავისი მხრიდან. ხო, აი ნახეთ, ხო, მეგობრებო, ეხლა ვაკვირდები ამ კარტს. კარტებს დააკვირდით უბრალოდ, ეხლა არ ვიცი როგორ ჩანს თქვენთან, მაგრამ ნახეთ. ღმერთო დამღალა, ძალიან დამღალა მეგობრებო, რაღაცნაირად დამაბრუა უკვე. ამ კარტს ახატია, ანუ კარტზე ხატია, მეგობრებო, ამ ბარათზე ხატია მამაო, პადრე, მამაო, მოძღვარი. მოდი ასე ვიტყვი. ხო, ადამიანი, რომელიც არის მოძღვარი და ადამიანი, რომელიც ხო თავისი თავი წარმოუდგენია მოძღვრად. მართველი, მოძღვარი, აი როგორ იტყვი, ან რუსულად ძალიან კარგად ითქმის ეს სიტყვა. წინამძღვარი. ხო, წინამძღვარი. ყოველას რომ მიუძღვის წინ, ხო? წინამძღვარი. არა და აქ ხატია ობობა. ხარზე აზის ობობა, მეგობრებო. ხარზე აზის ობობა. იმედია ხედავთ. ხო, უყურეთ ახლა. ისი თქმა მინდა, ეს ადამიანი რამდენადაც აიდეალებს თავის თავს და წარმომავლობას და ხო, მიაჩნია თავისი თავი იდეალურად, ხო? ორი იმდენად ობობაა. თავის ქსელში ებმება ადამიანები. ამ თავისი ქადაგებით, რაღაცას ქადაგებს ეს ადამიანი, მეგობრებო. რას ქადაგებს? რა, აი, ორატორია, შეიძლება რაღაცა გადაცემა მიყავს. შეიძლება ადამიანების წინამძღვარია, შეიძლება აქვს რაღაცის უფროსია. ხო, შეიძლება ხა თუ ადვოკატია, თუ მილიციელია, რაღაცის, ანუ თავისი ის ყავს, რა ქვია, ხელქვეითები ყავდეს შეიძლება, ხო? თუ მოძღვარია, მაგალითად, მღვდელია, თავისი ის ყავდეს, რა ქვია, მაგას. ღმერთო, მეგობრებო, ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ. ხო. აღმსარებლები. ხო, აი ესეთი რაღაცაა. ხო. აი ესეთი სიტუაცია აქვს. და ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, რომ აი თავის თავს აიდეალებს ეს ადამიანი. შეიძლებაც და მართლაც ასე იყოს, არ გამოვრიცხავ. ხო, თავისი საქმის სპეციალისტი იყოს, არც ეს არა გამორიცხული. რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობდეს, შეიძლება იყოს ადვოკატიც. კანონის დამფუძნებელი, რაღაცა კანონის ადამიანი იყოს შეიძლება, მეგობრებო. აი რა ვთქვა, ყველაფერი ჩამოვთვალე და იმედია რომელიღაცა ერთი მაინც ემთხვევა თითოეულ თქვენთაგანთან. თქვენი სიტყვა კოდი რო დაიჭიროთ, ჩემო ძვირფასებო, ხო? კიდევ რას გიმალავთ? ოხ რას გიმალავთ მეგობრებო და ეს არის წინააღმდეგობის კარტი. ძალიან ბევრ წინააღმდეგობა ამ ადამიანს ახლა თავის ცხოვრებაში, ეს ერთი. ხო, წინააღმდეგი იყოს შეიძლება თვითონ სხვისი აზრი არ აინტერესებდეს ამ ადამიანს, ეს მეორე. ხო, მესამე ის რომ რასაც გაჩვენებთ ეს ადამიანი აქ გარეგნულად. აი ესაა შინაგანად. ცარიელი ფიტული, კანდაკება.
ერთი პატარა ადამიანი, რომელიც არის შიგნიდან უსიცოცხლო, ქანდაკება იცით ხა რაცა, უსიცოცხლო, ხო? გარედან თითქოს ესე გაჩვენებთ, მაგრამ შინაგანაც სულიერად ცარიელია ეს ადამიანი. აი რა ვთქვა, არ ვიცი მეგობრებო, როგორ აღწერო, როგორ მოვიტანო თქვენამდე. არ მინდა ის იმ სურათის თქმა, რასაც აქ ვხედავ. უბრალოდ რომ მართლა რო გვიყურებდეს ახლა და თლათ არ გავასწორო მიწასთან, არავის არ ვასწორებ მიწასთან, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ მისი სულიერი მდგომარეობა ახლა არის ცარიელი. მრევლი, კი, მრევლი. ამ შემთხვევაში მრევლი, ხო? აი ესე მეგობრებო, ესეთი სიტუაცია აქვს. და კიდევ რა? აი ამას გიმალავთ, რომ შიგნიდან არის ცარიელი. ცარიელის გრძნობს შიგნიდან ეს ადამიანი. კიდევ რას გვიმალავს? საიდუმლოებებს. უყვარს დამოუკიდებელი ცხოვრება. თითქოს და გაჩვენებთ, რომ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ესე არ არის. ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობს ეს ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს აკვირდება. ზოგადად აი ნახეთ ბინოკლი უკავია და ბინოკლით აკვირდება ყველაფერს. შორიდან გიყურებთ მეთქი, გეუბნებით მეგობრებო. დამოუკიდებლობას გიცხადებთ ეს ადამიანი, მაგრამ თქვენზე დამოუკიდებულია, იმიტომ რომ შორიდან გიყურებთ. ხო, რაღაცებს წერს. რაღაცებს ინიშნავს. კი. ზოგადად შეიძლება უყვარდეს რაღაცების წერა ამ ადამიანს, ან ხატვა უყვარდეს, რაღაცებს წარმოსახვაში წარმოსახვითი რაღაცების წერა უყვარდეს, კი. ხო. და კიდევ ერთი კარტი, ნახოთ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება. ეს არის სამზადისის კარტი. გეუბნებით მოსასვლელად ემზადება. ესეც იმის კარტია, რომ დამოუკიდებლად უნდა რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. მოდი ამასაც ვიტყვი. ხა შინაარსები უფრო და უფრო მოდის, რადგან ეს რაღაცის სამზადისის კარტია, კი ამ ადამიანს უნდა რომ დამოუკიდებლად რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს. დამოუკიდებლად შეხედოს ამ ყველაფერს. აი ეს ხო, არც თქვენზე იყოს დამოუკიდებული, ესეც უნდა. რო თქვენზე არ იყოს დამოუკიდებული, მაგრამ დამოუკიდებულია თქვენზე. თქვენი უთქვენოთ ამ ადამიანს არ შეუძლია. ბინოკლით გიყურებთ. რას ლაპარაკობთ? ხო. და რაღაცის სამზადისია. აქ კიდევ ერთი ვარიანტი მომივიდა ის, რომ ამ ადამიანმა ეს ადამიანი უეჭველი გიყურებთ სოციქსელებში და ყველა დასტამდა დასტურა ეს. ამიტომ რაღაც ნახა ისეთი, რაც მას უკვე გადაწყვეტილებამდე მიყავს და რაღაცისთვის ემზადება. სხვანაირად უკვე აღარ შეიძლება ნახეთ, უკვე უკან ცეცხლი ეკიდება ამ ადამიანს, ცეცხლი ხატია აქ. ხედავთ ხო, უკან ცეცხლი ხატია, ყველაფერი იწვის და ეს უკვე წინ მოდის. ცეცხლიდან გამოდის. ძალიან ცუდ დღეშია უკვე ეს ადამიანი, ამ ადამიანმა რაღაც დაინახა ისეთი ამ სოციქსელებში დაგინახათ და რაღაც შეამჩნია ისეთი, რაც მას არ მოსწონს და ეს მისთვის მეუღებელია, ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ემზადება რაღაცისთვის. კი, მოულოდნელობებით სავსეა ეს ადამიანი. საიდუმლოებებით და მოულოდნელობებით, ასე რომ ელოდეთ მისგან მსგავს რაღაცებს. იმიტომ რომ ამის დრო უკვე მოსულია, კი. კი. აუცილებლად ელოდეთ და ინიციატივის კარტი, რომ გადმოდგამს აუცილებლად ნაბიჯს. ყოველ მიზეზს გარეშე, ჩემო ძვირფასებო. ელოდეთ, წუთი წუთზე, წამი წამზე ელოდეთ ამ ადამიანიდან, იმიტომ რომ დრო არის უკვე ამის მოსული. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა მოდი ვკითხოთ კარტს. ბოლო სიტყვა. ამ კარტს არა ვოყონთ. ჩემს ტაროს დასტას მინდა ვკითხოს, ჩემს უსაყვარლეს, ტკბილ და გემრიელ დასტას. ყველა დასტა განსაკუთრებით მიყვარს და ყველა დასტას აქვს თავისი უნიკალური თვისებები, მეგობრებო. გარწმუნებთ. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთით, ჩემო ძვირფასებო. ამ ლაივს შევინახავ და ავტვირთავ YouTube-ზე. შეგიძლიათ მე სრულად უყუროთ. და თქვენი აზრები გამოხატოთ. დააფიქსიროთ.
სურვილის და მიხედვით, ჩემო ძვირფასებო. ეხლა გავარკვიოთ, რას გირჩევთ სამყარო ამ ყველაფრიდან რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ, ჩემო ძვირფასებო, რას გირჩევთ სამყარო? რას გირჩევთ სამყარო? არ დაკარგოთ დრო. არ დაკარგოთ ამ ადამიანის ლოდინში დრო. იზრუნეთ ფინანსებზე, გადაერთეთ თქვენს ფინანსებზე და იმაზე არ იფიქროთ, რომ ვინ დააგვიანებს, თუ თქვენ დაგაგვიანდებათ ამ ადამიანს, თუ ამ ადამიანს დააგვიანდებათ თქვენთან მოსვლა. ამაზე არ ინერვიულოთ და თქვენ ამაზე არ იფიქროთ. აი ეს ადამიანი თქვენ რა, თქვენი პრობლემებით, თქვენი ცხოვრებით, თქვენი იმედებით დაკავდით და ეს ადამიანი მოდის, მეგობრებო. ხედავთ ხო? აი მოდის. მოდის გზაშია. გზაშია, მეგობრებო. ნახეთ როგორ გადაერთ, აი უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ახლა. აი მეგობრებო, სხვა მოდის ეს ადამიანი. აი აქვეა, ახლოსაა უკვე. უკვე ახლოსაა, მეგობრებო. მოსულია უკვე თქვენს ნაპირთან, ასე რომ არ ინერვიულოთ. ამაზე არ ინერვიულოთ, მეგობრებო. ხო. თქვენი ცხოვრებით დაკავდით. თქვენი დაკარგული დრო აი ნაზღაურეთ. თქვენი დაკარგული ის რისთვისაც ბრძოლობთ, შრომობთ და ის რისთვისაც ამ ადამიანმა დრო დაგაკარგიათ, ფინანსები დაგაკარგიათ, ცხოვრება დაგაკარგიათ, ხო? რაც დაკარგეთ ამ ადამიანის გამო. ის აინაზღაურეთ თქვენ. ეხლა ამ დროში სანამ ეს ადამიანი მოვა თქვენამდე, ეს დაიბრუნეთ ეს ყველაფერი, მეგობრებო. და ამით კიდე უფრო დაიბრუნებთ. თქვენ რომ თქვენი ცხოვრებით დაკავდებით, ხო? ამ ადამიანიდან თქვენ დაიბრუნებთ ყველაფერს, ასე რომ არ ინერვიულოთ. ხო. თქვენ დანარჩენზე არ ინერვიულოთ. აი ესეა ზუსტად. ასე რომ ეს ადამიანი მოდის, აქ თქვენთანაა უკვე ახლოსაა, ჩემო ძვირფასებო. ბევრი არაკლია, სულ ცოტა. ბედი მოიყვანს. ხო, მოდის, მეგობრებო, ასე რომ სანერვიულოთ არ გაქვთ საქმე, თუ კი ელოდებით ამ ადამიანს. და გინდათ თუ არა თქვენ ამის დაბრუნება, ეს უკვე თქვენი საქმეა. ეს თქვენი გადასაწყვეტია, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ მოახლოებულია უკვე ამის დრო. აი მოსულია, მეგობრებო, უკვე არ ვიცი, წუთი-წუთზე ელოდეთ ამ ადამიანს. ვინც როგორ გინდათ ისე მიიღეთ ეხა ეს ჩემი სიტყვები, მაგრამ წამი წუთზე ელოდეთ ამ ადამიანს. ჩემმა ცოცხმა მე მგონი დღეს ძალიან კარგად იმოქმედა, კი? მისი ჭირი მე, ამან ძალიან კარგად იმოქმედა, რაც მე ეს ვატრიალი ხანიკეთ, აი ესე ვატრიალებ, დღეს თელი დღეა, ესე ვატრიალებ, მეგობრებო? ხო, ჩამეთვალა მოცოცხვაში. ცოცხვაში ჩამეთვალა, მეგობრებო. ნახეთ რა საყვარელი სახე აქვს. ხო. აი ესე. ამინ, კი, ასე რომ ელოდეთ თქვენს პარტნიორს. ელოდეთ ჩემო ძვირფასებო, რაოდენიც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ადამიანი მაინც უნდა დაბრუნდეს თქვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დაკარგული ენერგია დაიბრუნოთ. ხო, ეს ერთი. და ამის შემდეგ მხოლოდ თუ მარტო ენერგია გინდათ, ამ ენერგიას დაიბრუნებთ თქვენ, იმიტომ მოვა ეს ადამიანი, რომ თქვენი წილი ყველაფერი დაიბრუნოთ და მერე თუ გსურთ ამ ადამიანის დატოვება, დაიტოვეთ, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ენერგიის დასაბრუნებლად ამ ადამიანს სამყარო მოგიყვანთ. რომ ის წართმეული ძალა, ენერგია, ფინანსები, საარსებო რესურსი, წყარო დაიბრუნოთ. არ ინერვიულოთ თქვენ ამაზე, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ სამყარო ძალიან სამართლიანია და ყველაფერს უბრალოდ თავისი დრო აქვს. დროს მივცეთ დრო და სამყაროს მივცეთ დრო კიდევ და ჩვენს თავზე გადავერთოთ და ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდება. ამაზე უფალი იზრუნებს. ხო, ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, უღრმესი მადლობა ყველას. ჩემთან ყოფნისთვის, აი ეს დრო რომ ჩემთან ერთად გაატარეთ, რომ ერთად ვიხალისეთ, რომ ვიჭორავეთ, რომ აი რა ვქნათ. ნუ ხო, თუნდაც ვიჭორავეთ, მე რა პრობლემაა ამით? ვის რა დაუშავეთ? არაფერი, ვისაც არ უნდა ნუ მოგვისმენს. ხო, და ვისაც არ უნდა კიდევ ცუდ რამეებს ნუ დამიწერთ. ვინც ცუდ რაიმეებს დაწერს, მეგობრებო,
ენას არა მოვიღებ, ლამაზად წავშლი და დავბლოკავ. ასე რომ ინფორმაციის მიღებას ვერ მოახერხებს ჩემს გვერდზე, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე აქ სიკეთით მოვდივარ, სასიკეთოდ მოვდივარ, რომ თქვენთან მოვიდე და მოვიტანო ის თუნდაც ერთი წინადადება, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლით. მე არ მივცემ ადამიანებს იმის უფლებას, რომ აქ ერთმანეთს იმედი დაუკარგოთ. ამას მე არავის არ მივცემ ამის უფლებას, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ვინც არასწორად შემოვა ჩემს ეს არის სივრცე, ჩემი სივრცე და ხელს შეგვიშლის აქ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის, ყველას დაბლოკავ და იცოდეს. არც აქ მივცემ ამის უფლებას და არც YouTube გვერდზე. არც ერთ ჩემს სოცქსელში არ ვაძლევ ადამიანებს ამის უფლებას, ასე რომ ხო, ნუ რა ვქნათ. სადაც არ ასჯობს, გაცვლას ჯობს, ასე რომ მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ, ჩემო ძვირფასებო. ბედნიერი დილის გათენება, ბედნიერი და წარმატებული და იღბლიანი დილის გათენებას გისურვებთ და თქვენს გულებში მზე ყოფილიყოს მუდამ. დიდი სიყვარულით სავსე. აი თქვენ როგორც გინდოდეთ ისეთი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მე დაგიმშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. ამ საჯარო ლაივს ავტვირთავ YouTube გვერდზე. თუ მოვახერხებ ამ საღამოს ვევიზამ, თუ არა და ხვალ დილით, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით შემდეგ სურვილისამებრ კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას აბა დროებით.